რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორმა თავის პროექტებში გაითვალისწინოს მშვენიერების სილამაზის ცნება, ან კიდევ მთლად თუ ვიტყვით, იხელმძღვანელოს ამ ცნებით. არის შენობა, რომელსაც თხრობის უნარი აქვს. და მე ეჭვება, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა იყოს. არქიტექტურას პირიქით შეუძლია, რომ ადამიანს შეუცვალოს დამოკიდებულება სინამდვილისადმი, სამყაროსადმი, გარდაქმნას მისი განწყობა და გახადოს, ვთქვათ, უფრო ბედნიერი, უფრო სავსე. არის ასევე კატეგორია შენობებისა, რომლებიც პირიქით აგაჩქარებს, შფოთვას მოგგურის, თავისი უსულობით, უმეტყველობით. მე დავდივარ ქუჩაში, ეს შენობები მე გარს მარტყამს და მინდა თუ არ მინდა აღმბეჭდავს მე ეს შენობები. ჩვენი დრო უკვე, ხო, 21 საუკუნე სულ უფრო მეტად იტვირთება ნოსტალგიური იმპულსებით მშვენიერების, რა დიდი მონატრებით მშვენიერების მიმართ. თანამედროვეობაში დღეს თითქოს მშვენიერება გამქრალია და ისევ ცხოვრობთო, რომ თითქოს მშვენიერებას მნიშვნელობა არ ქონდესო. სამწუხაროდ ასეთი ბედი აქვს მშვენიერებას. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის გადაცემა სიმპოსიონში და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება პატა პაპავა, განათლების ექსპერტი და აზროვნების აკადემიის სკოლის აკადემიური დირექტორი. ბატონო პატა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე პირადად ძალიან მიხარია თქვენთან ასე შეხვედრა. და მოკლედ, ჩვენ წინა საუბრებში ერთ-ერთ სტუმართან ისე ვქონდა, რომ გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ, რომ ჩვენი თანამედროვე გარემო არ იხმიანება და არ აკმაყოფილებს ადამიანის შინაგან მოთხოვნილებას სილამაზისას. ასევე გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ სილამაზე არის ობიექტური რამ, ობიექტური კატეგორია და გაჟღერდა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ არქიტექტურას დაუბრუნდეს ეს სილამაზე და მშვენიერება. და დღესაც მე მინდა, რომ ჩვენი საუბრის ასე ვთქვათ, კოდი ან წამყვანი თემა ასეთი იყოს. ერთი მხრივ სილამაზე და მშვენიერება და მეორე მხრივ არქიტექტურის ესთეტიკა და ეს სილამაზე მშვენიერება არქიტექტურაში. და მანამდე სანამ უშუალოდ განვავითარებდეთ ამ ჩვენ საუბრს, თქვენის ნებართვით ძალიან მოკლე ისეთ ფილოსოფიურ შესავალს გავაკეთებდი მშვენიერებასთან დაკავშირებით. ზოგადად ეს მშვენიერება ხა აზროვნების ისტორიაში, ფილოსოფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა და მე გავიხსენებდი ესეთ საინტერესოს პლატონის ერთ-ერთ შესანიშნავ დიალოგს სახელწოდებით დიდი ჰიპია და იქ მთავარი გმირი სოკრატე, როგორც მისთვის საერთოდ დამახასიათებელია ხოლმე, დადის ქალაქში ათენში დაიარება და სვამს კითხვას და ეძიებს თუ რა არის მშვენიერება და ერთ-ერთი ვისაც გზაში წააწყდება არის სოფისტი ჰიპია და იმას კითხვას დაუსვამს, რა არის მშვენიერება შენი გაგებით. ჰიპია მიუთითებს მშვენიერ ქალზე, მიუთითებს სხვადასხვა მშვენიერ საგნებზე, მაგრამ სოკრატე ვერ კმაყოფილდება. მერე წამოყენებული იქნება მშვენიერების სხვადასხვა განსაზღვრებები და თითოეული მათგანი უკუიგდება და საბოლოოდ ეხა ეს დიალოგი მთავრდება გამოუვალი სიტუაციითა და გამოუვალი მდგომარეობით. და მართლაც ეხა კაცობრიობის ისტორიაში მშვენიერების სხვადასხვა გაგებები არსებობდა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ეგრეთ წოდებული კლასიკური ან ფორმალისტური გაგება, რომელიც ჯერ კიდევ პითაგორელებიდან იღებს დასაბამს და მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ მშვენიერება გადაჯაჭვულია და უშუალოდ არის დაკავშირებული წესრიგთან და მისი ობიექტური კრიტერიუმები არის შემდეგი ნიშნები: არის პროპორციულობა, არის ჰარმონიულობა, სიმეტრიულობა და რიტმიულობა. და მე უკვე პლატონი კიდევ უფრო შორს წავიდა და მეც ცოტათ იგივე შორს წავალ თქვენი ნებართვით და აქვე ვიტყვი და მან ამ მშვენიერების ფორმალისტურ განსაზღვრებას შესძინა კიდევ შინაარსისეული განზომილება და მშვენიერება იქ გადაეჭდო სიკეთესა და ჭეშმარიტებას და ერთი შესანიშნავი მეტაფორა არის ასეთი პლატონური, როდესაც ადამიანი ხედავს სხვა მშვენიერ ადამიანს ან ხედავს რაიმე მშვენიერ ნაგებობას ან ნებისმიერ მშვენიერ საგანს. მას თითქოს ფრთები ესხმებაო რა და ეს ფრთის შესხმა გამოხატავს იმას ამაღლებას რაღაცა მარადიულისკენ, რაღაცა არსებითისკენ და თითქოს ასე ვიტყოდი ამ დროს ადამიანი ხვდება იმას, რომ ყველაფერი არ არის გაბმული ეგრეთ წოდებულ სამომხმარებლო ქსელში, თითქოს არ არის მოხმარების საგანი, ხო? და სინამდვილე არის უფრო მეტი და უფრო ფართო, ვიდრე ჩემი ვიწრო ინტერესებია, ვიდრე ადამიანთა შორის უბრალო ურთიერთმიმართებებია, ჩვენ შორის არსებული რაღაცა დადგენილებები, კონვენციების შეთანხმებები თუ მოლაპარაკებები. და აქ ის შედის რაღაცა, ასე ვიტყოდი, მე საზრისისა და მნიშვნელობის სივრცეში. და ეს სივრცე მას აღუძრავს ამ ცხოვრებისეულ ტურბულენტობაში, რაღაც
რაღაცნაირ ერთობის განცდას და აძლევს მტკიცე საყრდენს და ამავდროულად მიანიშნებს იმაზე, რომ სამყაროს საზრისი უკვე აქვს და შენ შეგიძლია ამ საზრისს დაუახლოვდე და მასთან მოხვიდე ერთობაში. და მე ასე ვიტყოდი, რომ აი ამ მშვენიერების მთავარი ეს დანიშნულება, ან ასე ვიტყვი, ასპექტი სწორედ ეს არის, რომ ის აღძრავს თითქოს დაბრუნების განცდას და რაღაცნაირ მშობლიურობის განცდას, აი შინთან, რაღაც არსებითთან და ფუნდამენტურთან მიახლების განცდას და მეც მინდა თავდაპირველად ამ მიმართულებით დავიწყოთ საუბარი, აი მშვენიერებას შევეხოთ, აი სილამაზეს და იმ განცდებს, რასაც ეს აღძრავს ჩვენში. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ საუბრისთვის და აქ მოპატიჟებისთვის. ჩემთვის უკიდეგანოდ მნიშვნელოვანი თემაა. მახსოვს ადრე, როდესაც ჩაის თემაში ჩემი ერთ-ერთი პირველი გამოსვლა ესეთ საჯარო აუდიტორიის წინაშე იგეგმებოდა, მაშინ მთხოვა ანდრომ, რომელიც იყო ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, გებუაძემ, რომ ძირითადი პრინციპი არისო, რომ გამომცვლელმა აირჩიოს ისეთი თემა, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აი ერთგვარი სიკვდილსიცოცხლის თემა და რაღაც დრო მომცა. და კარგად რო არის მას შემდეგ გასული, წლებია გასული მას შემდეგ, მაგრამ აი ეს კი ჩამრჩა, რომ მზადების პერიოდში გამოვიარე ძალიან ცხელი, შინაგანი დისკუსიები და დიალოგები. და ერთ-ერთი მე ვიტყოდი აი ჩემი ზრდის ხელშემწყობი კარგი პერიოდი იყო, იმიტომ რომ ხო ფიქრობდი იდენტობაზე, ფიქრობდი ჩემს ძირითად რწმენა წარმოდგენებზე, ვადარებდი თემებს ერთმანეთს და მათ რანჟირებას ვაკეთებდი ჩემსავე გონებაში და გულში. და რამდენიმე თემას მივადგე, დაიწურა ასე ვთქვათ, ჩემი თავარი თემები და მაინც გავჩერდი, საბოლოო არჩევანი გაჩერდა სილამაზეზე და მშვენიერებაზე. ასე რომ ქართულ ენაში ნახეთ, მე დაგიდასტურებთ მშვენიერი ამ სიტყვით. ანუ დასტური, კეთილი დასტური ქართულ ენაში ვამბობთ ასეა რა, მშვენიერი. მოდი გავაგრძელოთ. ესე იგი სილამაზე ამაშიც კი არის ჩადებული, ხო? ესე იგი დიალოგისთვის ბზაობის ნიშანიც კი, აი ხო, მშვენიერების ატრიბუტია შეფუთული. მაშასე, ესე იგი შევეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და რთულ თემას. ახლა ჩვენ სუბიექტურია თუ ობიექტური, იმიტომ რომ აი მახსოვს მე მას შემდეგაც ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ახლაც ვეცნობი, ვთქვათ, ესთეტიკა, ხო, ესე იგი სილამაზის ფილოსოფია, სილამაზის ფსიქოლოგია, მშვენიერების ფსიქოლოგია, რა არის ეს, როგორ აღვიქვამთ, რატომ გჭირდება, რატომ ვერ ვძლებთ ამის შესახებ, რა ტიპის საკვებია ეს და რა საწვავია ეს ადამიანის ცხოვრებისათვის. და მისაუბრია ბევრთან. საუბარი ძალიან მიყვარს, ესეთ საინტერესო დიალოგები ადამიანებთან, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა გარემოში, ფორმალურ, არაფორმალურ სიტუაციებში და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თემა, რომელსაც ვეხები ხოლმე, არის სწორედ სანადიმო თემა, მოდი ვიტყვი ასე, პლატონურ სოკრატულად არის სწორედ ეს. რა არის სილამაზე, მშვენიერება, რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა გარემოში, ესე იგი ადამიანის სუბიექტში ერთი მხრივ და გარემოში მეორე მხრივ. და რა შეიძლება დაგვემართოს თუ კი მისი გაუხშოება და ხო ესე იგი დეფიციტის მდგომარეობაში გადავალთ სილამაზის კუთხით. და არის ამ კარგია რომ დაგროვდა საკმაო არამხოლოდ აზრები თქვა ფილოსოფიური ან გემოვნებაზე კამათები, რომლებიც მართლაც უსასრულო და ძალიან ხშირია. არამედ დაგროვდა ასევე ფსიქოლოგიაში კვლევები, უკვე ისეთი კონკრეტული აკადემიური დარგები ცდილობენ რომ მეტი გაარკვიონ ამის შესახებ და მშვენიერების გავლენის შესახებ და მათ შორის თქვა ჩემი სპეციალობით აღზრდასა და განვითარებაზე, თქვა პიროვნულ განვითარებაზე რასახით ზემოქმედებს, მაგრამ მაინც უნდა დავიწყოთ იმით, რაც თქვენ თქვით, აი უძველესი კამათით, ხო? აი უძველი კამათით, რომელიც არ შეწყვეტილა და ვერც შეწყდება, როგორც ვხედავთ, რამე თუ მრავალცვლადიანია, ერთი მხრივ მოდი ვთქვათ, რომ მარტივია, მაგრამ მეორე მხრივ აღმოჩნდება ხოლმე, რომ იმდენცვლადიანია ეს თემა, რომ სწორ პასუხს ჯერჯერობით ვერ ვიძლევით ამ საკითხზე და მით უმეტეს, როცა ინჟინერიაში გადადის და ხო, რაღაცების მოწყობაში არ არის ადვილი თემა. ერთი რაც ძალიან დამამახსოვრდა უკვე მაშინ, როცა ვემზადებოდი ამ თემაზე საუბრისთვის, უფრო ისეთი გაღრმავებული და სერიოზული აუდიტორიასთან საუბრისთვის, იყო ის, რომ იყო კვლევები, ისევ ვცდები და ერთი ესეთი ძალიან კაფეო რამ, როდესაც ჩვენ
ადამიანებს ვაძლევთ, ოდესაც ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ რაღაც რაოდენობას საგნებისა და შეიძლება იყოს საგანი, შეიძლება იყოს კომპოზიცია, შეიძლება იყოს ადამიანის სახე, ბევრნაირად შეიძლება ამის გაკეთება და ვეუბნებით რომ თქვათ 20 ცალს სიტყვაზე, ხო, ესე რეპროდუქციებს და ვეუბნებით რომ სლაიდებზე თქვათ და ვეუბნებით რომ მოდი დაალაგეთ რანჟირება გააკეთეთ იმის მიხედვით თუ რამდენად ლამაზია, როცა ეს არის მთავარი კრიტერიუმი, განსხვავებები არის იშვიათი ძალიან. ანუ აცდენები და მათ შორის კულტურებისადმი არ არის მაინც და მაინც სენსიტიური ეს ამბავი, ანუ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა რა გეოგრაფიული წარმომავლობის ადამიანები ძალიან ხშირად მშვენიერებას აი ეს რანჟირებები არის მსგავსი ძალიან. რა თქმა უნდა არის განსხვავებები, მაგრამ მსგავსება გაცილებით მეტია ვიდრე განსხვავება. ეს გვაფიქრებინებს ჩვენ რომ ეს არის საფიქრალი. რატომ არის ასე სწორედ? ანუ აი ეს პოსტმოდერნული ირონიული შეხედულება, რო იცი რა ეს ცალსახად ინდივიდუალური და იცი ეს ხომ ინდივიდუალური ძალიან ბევრჯერ მომისმენია ესე ზერელეთ და აგდებით ნათქვამი პასუხი ამ თემაზე, რომ იცი რა კარგი რა დროს ის არის ხა სილამაზის ობიექტურობაზე ლაპარაკი, ეს ხო ცალსახად ინდივიდუალური და სუბიექტური მოვლენაა და ცალსახად ინდივიდუალურ აღქმაზე დამოკიდებული და მაგრამ არ არის ასე მარტივად ეს ყველაფერი. სინამდვილეში მშვენიერებას აქვს რაღაც განზომილებები, რომლებიც ტრანსცენდირებს, მოდი ასე ვთქვათ, ტრანსცენდენტული მოვლენაა. ის შეიცავს რაღაც ისეთს, რაც გვაფიქრებინებს ან გვაგრძნობინებს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ფორმით. რომ საქმე გვაქვს რაღაც ტრანსცენდენტურთან, თქვენ როგორც ბრძანეთ, რაღაც ამაღლებულთან. რაც სულიერთან. შესაბამისად დგება ესეთი საკითხი. თუ კი ეს მართლაც ასეა, პირველი როგორ გამოვიცნოთ, არსებობს თუ არა რაიმე ფორმულები, რაიმე მოდი არქიტექტურა აქვს თუ არა, შინაგანი არქიტექტურა აქვს თუ არა მშვენიერებას და რა თქმა უნდა ვიცით რომ არსებობს ფორმულები. არც ისე ბევრი, ხა იქ სიმეტრიის იქნება, პროპორციის იქნება, ხო, თუ ბალანსის და ასე შემდეგ, რაც ჩამოთვალეთ კიდეც. თუმცა თავარი ახლა ხდება, როგორ შევასხათ ამას ხორცი. იმგვარად, რომ იყოს, რომ დაგვეხმაროს ბედნიერებაში. თუგნებათ ევდემონიაში ეს სიტყვა შემოვიტანოთ. მეტიც, კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვილაპარაკოთ სოციალური კაპიტალის გაძლიერებაში, ურთიერთობაში თუ შეიძლება დაგვეხმაროს. მშვენიერება როგორც მოცემულობა, როგორც ატრიბუტი, როგორც გნებავთ წმინდა ჩანაფიქრი. და უდაოა რომ ეს განზომილებები არსებობს, ასეთი ფიქრები არსებობს, ეპოქებს აქვთ თავისებური განწყობა დამოკიდებულებები მშვენიერების მიმართ და ჩვენ ვიცით რომ კაცობრიობის ისტორიაში იცვლებოდა და შეიცვლება, თუმცა წრიული რაღაცა სპირალებსაც ვხედავთ. მაგალითად ძველი ადრეული ტრადიციული ხო შეხედულებები მშვენიერებაზე, ძირითადად რომლებიც მომდინარეობს ჩვენთვის ძირითადად მომდინარეობს ძველი საბერძნეთიდან, ხო, როგორ ცირკულირებს არა ისტორიული პერიოდების მიხედვით. და როგორ ბრუნდება, მოდი ესე ვიტყვი, მშვენიერება ჩვენ თავს არ გვანებებს. ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ მშვენიერებაზე. მე-20 საუკუნე სავსეა ამით. მე-20 საუკუნე გადაძეძგილია მშვენიერების დარეჯექტებით, ასე ვთქვათ, ხო? დაკენსელებით, ასეთი ახალ-ახალი ტერმინებიც რო შემოვიტანოთ, ამისგან დისტანცირებით, გალანძღვით. რა ვიცი, რით აღარ, პირდაპირი შეურაცხყოფით, საჯაროდ შელახვით და ასე შემდეგ. არა, ფაქტია რომ აი ჩვენი დრო უკვე, ხო, 21 საუკუნე სულ უფრო მეტად იტვირთება ნოსტალგიური იმპულსებით მშვენიერების, რა დიდი მონატრებით მშვენიერების მიმართ. ეს ჩანს ყველგან. საბედნიეროდ კვლევებიც გვიდასტურებს ჩვენ, რომ ეს არ არის ფუჭი ახირება, რომ აქ არის ღრმა და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი.
ბედნიერებაზე, რეალიზებაზე, გამოხატვაზე ორიენტირებული დიდი ჩანაფიქრია ეს სინამდვილეში. გულისხმობ ადამიანის თვითრეალიზაციას. გნებავთ ინდივიდუალურად, გნებავთ კოლექტიურად, ხო, როდესაც ჯგუფურად ან გუნდურად ვცდილობთ რაღაცების კეთებას და მიღწევას, თანაცხოვრებას და ასე შემდეგ. უნდა მიუბრუნდეთ სერიოზულად ამ თემას, ასე მგონია. და კარგია რომ იგრძნობა ამის სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა სახით ამის დაძახილები. ბატონო პატა, დიდი მადლობა. ეხლა მეც თქვენთან გისმენდით, ამ ვცდილობდი გააზრებას და გონებაში დაწახნაგებას და ასეთი სამი ნაკადი გამოიკვეთა მე რაც შევნიშნე თქვენ სიტყვაში. ერთი მხრივ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამე აღნიშნეთ, როდესაც გაამახვილეთ ყურადღება მშვენიერების სხვადასხვა ასპექტზე ან განზომილებაზე. ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის სფერო, ამას აქვს თავისი ფსიქოლოგიური განზომილება, ხო? თქვენ გავლენაზე საუბრობდით ადამიანის განწყობაზე თუ ზოგადად მის ქცევაზე. ამას აქვს ეთიკური განზომილება და კიდევ უფრო შორსაც თუ წავალთ ონტოლოგიური განსომილება. აი, შემდეგ ასევე ძალიან საინტერესო ნაკადი იყო, როდესაც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ მე-20 საუკუნეში შექმნილ ვითარებაზე და ბოლოს თქვენი სიტყვის აკორდი ასეთი იყო, აი, გააჟღერეთ 21 საუკუნეში უკან დაბრუნებული ღრმა მისწრაფება და მიდრეკილება, რომელიც ალბათ ამ ძირკვას არ ექვემდებარება, აი, მშვენიერებისკენ და ასე ვთქვათ, მშვენიერების გზით მოპოვებული ბედნიერებისკენ. ამ ნაკადებს ჩვენი საუბრისას განვავითარებთ, არ დავივიწყებთ და არ მივატოვებთ და აი ამ ჯერზე მინდა რომ მე ამ ნაკადებიდან ერთ-ერთი მათგანი ავითვისო და ეს არის თანამედროვე ხელოვნება, ან თქვენ როგორც ახსენეთ, აი მე-20 საუკუნეში შექმნილი ვითარებაო. და ამ ხრივ აი ჩემ კომენტარსაც გავაკეთებდი, აი როგორი სიტუაცია გვაქვს, ხო, იგივე თანამედროვე ხელოვნებაში მშვენიერების გაგების თვალსაზრისით. ორი საფუძველმდებარე რამ უნდა აღვნიშნოთ. ჯერ ერთი პირველი თქვენთანაც გაჟღერდა ეს არის ის, რომ მშვენიერება აღარ არის ობიექტური, არამედ მიიჩნევა სუბიექტურად და რელატიურად. და ამ მხრივ ხა ფილოსოფიაში ამის წანამძღვრები არის ნიჩესთან და ნიჩემდე შეგვიძლია ჯერ კიდევ დევიდ ჰიუმთან ვნახოთ, რომელმაც მშვენიერება გემოვნების საკითხად შერაცხა და ცნობილი ფრაზაც კი არსებობს, ხო, რომ მშვენიერება არის დამკვირვებლის მზერაში ან მის აღქმაში. და ასევე მნიშვნელოვანი, რომ მოდერნული, ანუ ახალი დროის და თანამედროვე ხელოვნებიდანაც განდევნილი არის მშვენიერების კატეგორია და ამის საპირწონედ სხვა კატეგორიები წამოიწევს წინ. ისეთი როგორიც არის მაგალითად უგვანოს კატეგორია, უსახურის კატეგორია და თავარ ნიშნად გვევლინება ამ ხელოვნების ნიშნად დისონანსურობა. და მე ჩემს დასაწყისში ის შესავალში ვახსენებდი და ვსაუბრობდი იმ განცდებზე, რასაც აი ეს მშვენიერება ადამიანში აღძრავდა, ხო და მე მოვიხსენი აი დაბრუნების განცდა, შინყოფნის განცდა, მასთან ერთობა და ასე შემდეგ. და თანამედროვე ხელოვნება და იგივე თანამედროვე არქიტექტურა, ნაგებობები მე სხვანაირ შეგრძნებებს ან შეგრძნებათა სხვა სპექტრს მიჩენენ. ეს არის პრინციპში არა დაბრუნება, არამედ შეგრძნება გაუცხოებისა. შეიძლება ითქვას, რომ შეგრძნება დისტანციისა, არა მიზიდულობა, არამედ მიზიდულობის ნაცვლად განზიდულობა. და მომენტებში ადამიანს გონია უყურებს თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებს, ან უყურებს რაღაცა თანამედროვე არქიტექტურის პრინციპების მიხედვით შექმნილ შენობას და ფიქრობს, რომ ეს ჩემთვის არ შექმნილა, რაღაცნაირად განმაგდებს. და აი ამ მიმართულებითაც გონია, რომ თქვენი სიტყვა იქნება ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია. ეხ ბავშვობა წამოვიდა პირდაპირ, ეს ტალღებად ერთ-ერთ პოდკასტში ვიყავი სტუმრად და იქაც ეს სპონტანურად მოიტანა შეკითხვამ, საუბარმა, დიალოგმა, გახსენება ბავშვობის, ჩემი საკუთარი ბავშვობისა და გავიზარდე უბანში, რომელიც თბილისური მოდერნის ტიპის ხო, ესეთი ლამაზ უბანში, მოდი პირდაპირ ვიტყვი ესე, სადაც აი არ ვიცი, ყოველი მეორე შენობა დღესაც აღიარებულია ისტორიულ ძეგლად, იმიტომ რომ მართლაც იმსახურებს ამ სტატუსს. მე ყოფილვარ ბევრ ქალაქში, დედამიწის ბევრი ქალაქი დამიგრო და ასე ვთქვათ მეხსიერებაში, თავისი შტაბ-ჭრილებით ძალიან მიყვარს სეირნობა და როცა ვსეირნობ მომიტევონ ძვირფასმა ადამიანებმა, მაგრამ შენობებისკენ უფრო გამირბის რატომღაც თვალი და ცხადია გონება გული შედარებებს აკეთებს. მე გავიზარდე უბანში, რომელიც მართლაც არის რაღაცით გამორჩეული. ახლა გულისხმობ გარეგნულ მხარეს, მაგრამ არა მხოლოდ გარეგნულს, იცით, არის ფასადი, არსებობს წყობა,
არსეუსის უხილავი ხო კარკასის საც ხედავ მე თანდათანობით თუ კი თვალი და ყურადღება გაგეწაფა ამ თემაში რომელიც გიზიდავს თქვენ როგორც თქვით რომელიც გაგაჩერებს შეგაყოვნებს რომელსაც აქვს თხრობის უნარი აი არის შენობა რომელსაც თხრობის უნარი აქვს და მეეჭვება რომ ეს შემთხვევითი მოვლენა იყოს მე ვარ დარწმუნებული რომ ეს ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ჩანაფიქრია ფილოსოფიური მიდგომაა საკითხის მიმართ სწორედ აი მშვენიერების გამოტანისა და გამოხატვის ძლიერი იმპულსებით არის ნაშენები და ამიტომაც ასეთია კიდეც ის ნიჟარები, ის სახეები და თითოეული სახე ხო შეიძლება საათები გაატარო თუ კი ამ ნაკადში ხო აი ამ დინებაში თუ შეხვალ თქვა სეირნობის ამგვარ დინებაში თუ შეხვალ რომ დააკვირდე ამ ფორმებს, ამ სტრუქტურებს, ამ გამომეტყველებებს რა ამ მეტყველი შენობებისა და როგორ შეიძლება მეტყველმა შენობამ არ აგამეტყველოს და რაღაც დიალოგი არ წამოგიწყოს სხვა განზომილებაში რა თქმა უნდა ჩვენთვის ადამიანთან დიალოგი არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ჩვენ ასე ვართ და ამით ვცხოვრობთ ამით ვითარდებით და ვავითარებთ ერთმანეთს ანუ გადამწყვეტად მნიშვნელოვანია შენობებთან დიალოგის ნაკადებში ყოფნა და ბავშვობა სწორედ ასეთი იყო ჩემ გარშემო იყო შენობები რომლებთანაც ჩერდებოდი და ну თქვა პირველი საფეხური ახლა რომ ახსენდება თქვა რაღაც ციკლში შევდიოდი ეს იყო თქვა ეს მონოსხული შეჭიდვა შენობასთან ვიტყოდი ესე რა მერე იყო აი სწორედ ეს მეტყველება რაღაც ნიუანსების დანახვა ზუმინები და ზუმაუთები ესე ვიტყოდი უფრო ერთ-ერთი შენობა იყო აი კარგარეთლის ქუჩა არის ამ ხრივ ერთ-ერთი მე ვიტყოდი გამორჩეული ადგილი ჩვენი ქალაქის სადაც არის ეს ცნობილი ძველი შენობა აი ანდერსენის ზღაპრიდან ამ ოხტარს გავს თითქოს და იმას აქში სწორედ განსაკუთრებით როდესაც აი ანდერსენის ასაკი როცა იყო და ხო ეს ზღაპრული რაღაც მაგიური შენობების წარმოსახვაში გაცოცხლება როცა ამის დანახვა შეგეძლო და ამის რაღაც ნამდვილთან შედარება შეჯერება რეალიზება ნუ საოცარი ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს საოცარი ეფექტი ჰქონდა მე ცოტა ქვემოთ ჩავიდოდი აპოლოს შენობა კინოთეატრი აპოლო რომელიც ასევე არის უზომოდ საინტერესო თავისი წყობით თავისი მანერით და ხო ასევე დიალოგის უნარიანობით აპოლოში შიგნითაც ხშირად ვიყავი ხოლმე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას რომ არის ასევე კატეგორია შენობებისა რომლებიც პირიქით აგაჩქარებს შფოთვას მოგგურის თავისი უსულობით უმეტყველობით უსახურობით ოღონდ არ მინდა ახლა შეურაცხყოფა მივაყენო არც მშენებელს არც არქიტექტორს და არავის საერთოდ მაგრამ უსახურობაში მე ხა პირდაპირ გაგებით უსახურობას და სიმახინჯეს კი არ გულისხმობ სახის არ ქონას გულისხმობ უფრო აი სახე კი არა ნიღაბიც კი რო არა აქ შენობას აი საინტერესო ნიღაბიც კი რაღაცით საინტერესოა და აი არა თუ შინაგანი სამყარო და შინაგანი მეტყველება აი ნიღაბიც კი რო არა აქ ამითაც კი რო ვერაფერს გეუბნება შენობა რა თქმა უნდა ის დისტანცირებას და გარიდებას და მეტიც ფიზიოლოგიური ხო ნეიროფიზიოლოგები გვეუბნებიან რომ ადამიანი ფეხს აჩქარებს უნდა რომ გაექცეს ასეთ ქუჩას ასეთი ქუჩიდან გაქცევა გვინდა მე ჩემი მეგობრის ბავშვობის მეგობრის და მოზარდობის მეგობრის ჩემი ცხოვრების საყვარელი მეგობრის სახლიდან სადაც ხშირად ვიყავით ხოლმე ხო ან ჩემთან ან მასთან იყო ესე იგი 156 ნომერი წინამძღვრიშვილის იყო სადაც მე გავიზარდა ეზო იტალიურ ეზოში და ისიც იტალიურ ეზოში 116 ნომერი იყო მისი და აი ეს მანძილი ისეთ მშვენიერ კადრებად მან მარტო ის მეყოფა ასე მგონია ხოლმე ხანდახან რომ აი ის წება იქიდან რომ წამოვიდოდი ხოლმე დღის რა მონაკვეთიც არ უნდა ყოფილიყო და ეს შენობები თავისი მაგიით რომ ამ ფანჯრებს მიღმა ხო ამ რაღაც
სხვანაირად მეტყველი ფანჯრების მიღმა კიდევ ადამიანთა მეტყველებად სხვანაირი იყო, იქნებოდას არ ვიტყვი, იყო ზუსტად ვიცი. რომ ზოგჯერ ყურიც მომიკრავს იმ საუბრები, ავთენტური იყო ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი იყო ავთენტური. იყო რეალური, ნამდვილი, უნიღბო თითქოს, ხო? შეიძლება გადაამლაშო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ისტორია მიცის გადამლაშების მომენტები არაერთი. მაგრამ ახლა ჩვენ ხო გადამლაშებულ ვერსიაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ სულიერ ავთენტურ ვერსიებზე შენობების. დიახ, ზოგიერთი შეგაყოვნებს, ლაპარაკს დაგიწყებს და ისეთ საუბარში ჩაგითრევს, რომ გაგიყვანს სრულიად ისეთ ჯადოსნურ განზომილებებში, გამოგზაურებს, მიგიპატიჟებს, რა ვიცი, ხელს ჩამოგართმევს. და არის შენობები, რომლებიც პირიქით რა, აი გაქცევის სპაზმს იწვევს. ესე იგი თქვენი შესანიშნავად აღწერეთ აი ეს გავლენები და ის განცდები, რაც ჩვენში აღიძვრება და განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესო იყო, როცა თქვით, რომ არის შენობები, რომლებიც ნაბიჯს აგაჩქარებინებენ და გაიძულებენ, რომ გაექცემათ. კი, აქ მოხსენდება ახლა თქვენს გიყვართ ხოლმე რაღაც ტერმინების მოხსენიება, რაღაც ინგლისური სიტყვა რო არის unsettling, რო ქვია, settlement ხო დასახლება და ეგ არის, რაც თითქოს აი გაცილებს ამ დასახლებას, არის შემაშფოთებელი და ამოგაგდებს. ზუსტად ასეთი. სხვა ქუჩაზე გადაგისვას. იქაც თუ იგივე დაგხვდა ახლა. კი. და აი ამ კუთხით მინდა ეხლა რომ თანამედროვე ვითარებაზე ვისაუბროთ და მე დავსვა ასეთი კონკრეტული კითხვა უკვე არქიტექტურასთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორმა თავის პროექტებში გაითვალისწინოს მშვენიერების სილამაზის ცნება, ან კიდევ მთლად თუ ვიტყვით, იხელმძღვანელოს ამ ცნებით. ძალიან მომწონს ეს შეკითხვა. თან პრაქტიკულ მხარეშიც ხო, გვინდა რომ გადავაბიჯოთ. მე არ მაქვს საკმარისი კომპეტენცია ვიტყოდი, რომ არქიტექტორის კომპეტენციაზე ვისაუბრო, ან იმ გასაქანზე, რომელიც მას ამ კომპეტენციებში ეძლევა. ერთი კი ვიცი ზუსტად. უბრალოდ რამდენიმე რამე ვიცი. ერთი ძალიან ცოცხალი ფაქტი არის ის, რომ მყავს რამდენიმე მეგობარი არქიტექტორი და ძალიან მიყვარს მათთან ამ თემაზე საუბარი. მათ შორის სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა გემოვნების ადამიანები არიან, თუმცა კომპეტენტურები ძალიან და მათთან განსხვავებული პოზიციების შეჯერება არის საოცრად საინტერესო ამბავი. ორივესთან მქონია ესეთ გაღრმავებამდე მისული საუბრები, ესე იგი არქიტექტურის ტრაგედიებზეც, კომედიებზეც, საქმეზე. ხა თავისთავად ჩემი სფერო, სადაც მე ვარ არქიტექტორი ჭყალებში რო ვთქვათ, თავისთავად იწვევს ძალიან დიდ ინტერესს ჩემში, როგორ აღწევს ადამიანი ნებისმიერ დარგში დაოსტატების და ექსპერტობის დონეს. ამის სპეციალისტი და არქიტექტორი მე ვარ უკვე თავად. ხო, ეს ავირჩიე, ეს არქიტექტურა ავირჩიე. ხო, ესე პროფესიული განვითარება, როგორ დაოსტატების გზა როგორ მიდის ცხოვრებაში. რა ნაწილია ეს ცხოვრების და დაოსტატების კიბეზე როგორ ადის ადამიანი, ან რამდენიმე კიბეზე ერთდროულად როგორ ადის ადამიანი დაოსტატების და აი არქიტექტურის დაოსტატების გზა ვარ დარწმუნებული არის, შეიძლება ყველაზე საინტერესოც იყოს. ყველა დაოსტატება საინტერესოა. აი ყველაზე მარტივი ესეთი შედარებით მცირე კომპეტენციაც რო ავიღოთ, რომელსაც არ აქვს ძალიან ბევრი და კომპლექსური ქვეუნარი, რაშიც უნდა გაიწაფო და ხო დააკავშირო ერთმანეთთან და მე ესე ავტომატიზებულად, გემრიელად და ლამაზად აკეთო და დიდი კომპლექსური ისინიც არსებობს, ხო, რა კომპეტენციები, არქიტექტურა უნდა ვთქვათ ახლა, რომ არის კომპლექსური, ბევრი უნარისა და ქვეუნარისაგან შემდგარი კომპეტენცია. რატომ ვამბობ ამას? თუ ჩვენ გამოვყოფთ ამ დიდ კომპეტენციაში ერთ განზომილებას, ერთ მხარეს და ვისაუბრებთ სილამაზისთვის რწაზე, ესე როგორ შეუქმნა ლამაზი შენობა, ხო? ესე იგი არქიტექტურის ეს მხარი, და კიდე ბევრი რამეა გასათვალისწინებელი ამ საქმეში. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, კი, შეგვიძლია რაღაც დონეზე გავშალოთ ეს თემა. ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ასევე ჩემი უმცროსი ქალიშვილიც, ჩემი გოგო შვილი სწავლობს არქიტექტურაზე. ხაჩურის ვესაუბრები ხოლმე,
ვესაუბრებ პროგრამაზე, რა სწავლობს, რით არის კმაყოფილი. თან მე ხო როგორც სწავლის სპეციალისტი ვეკითხები ხოლმე, აბა რა არის საინტერესო თეორიაში რა შვებით ხო, პრაქტიკაში რისკენ რა ნაკადებში ხარ, თუ გნებავთ ესე თქვათ, აი რა სტილისკენ მიყავ ხარ ხო, იმიტომ რომ ეს ოქროს შუალედები ბუნებაში იშვიათად გვხვდება ადამიანთა შემოქმედებაშიც მათ შორის. ამიტომ ალბათ ის სკოლა, რომელშიც ის არის ახლა ჩეხეთში სწავლობს, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სკოლა აქვს არქიტექტურის, ძველიც და ახალიც, ხო, და იქ გადავწყვიტა რომ ესწავლა, ხო, აი ძალიან საინტერესოა, ახლა იქაური, ხო, სამყარო. თან ძალიან კარგია რომ დაყავთ ევროპის ქალაქებში მუდმივად. ანუ ასე მოусვენრად სემესტრი არ გავა რომ 2-3 არქიტექტურულად საინტერესო ქალაქში ესეთი სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტები არ მოაწყონ და იქ რაღაც იქ უტარდებათ ლექციები, დადიან, ხო, დაძრწიან აქეთ-იქით და ამ შენობებს ადარებენ ერთმანეთს და ასე შემდეგ და საინტერესო კურიკულუმი აქვს საკმაოდ როგორც ახლა ვატყობ და თვითონაც კმაყოფილია და მიზიარებს ხოლმე რაღაცებს. ხო, ესე იგი როგორ ვითარდება. ამიტომ დამიგროვდა მეც რაღაც გარკვეული ესე დილეტანტის იმით რომ შევხედოთ, დამიგროვდა რაღაც ცვლადები და ისიც კი, ეხლა მე თან რადგანაც ინტერვიუირებაც მიყვარს ადამიანების, რაც სხვადასხვა ფანჯრიდან ვადგები ხოლმე ამ საკითხს და ვაზიარებინებ ადამიანებს, რაღაც მოულოდნელ შეკითხვასაც დაუსვამ ხოლმე და აი მქონდა ბოლო დროს რამდენიმე საუბარი მეგობართანაც და ჩემს ქალიშვილთანაც. საინტერესო რამეები მოვისმინე. ერთ-ერთი მთავარი, ნუ გვინდა თუ არ გვინდა, რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე არის დამოკიდებული არქიტექტორი, შესაბამისად არქიტექტურის გასაქანი, რომელიც არის მთავარი თემა და მშვენიერება არის ის ატრიბუტი, ის პარამეტრი ამ მოღვაწეობაში, რომელიც ითხოვს ბიუჯეტს. თუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ხო, და ბიუჯეტი, მთლიანი ბიუჯეტი არ არის სახარბიელო მაჩვენებელზე, ну, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რასაც უჭერს ამ დროს ქამარს, სადაც უჭერს ნებისმიერი ხელისუფლება იქნება თუ ბიზნეს სექტორში მოღვაწე, არის სილამაზე და მშვენიერება. სამწუხაროდ ასეთი ბედი აქვს მშვენიერებას. ის არის ყველაზე ესეთი ხო, პერიფერიაზე ასე დროს გასაგდები პარამეტრი, თუ კი შემოდის სხვა უფრო აქტუალური ცვლადები, როგორც არის ფუნქციონალობა, ხო? აი მე-20 საუკუნე რითაც მობილობა გაზრდილი, მოსახლეობის ურბანიზაციის ძალიან გაზრდილი, ხო? ნაკადი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა და შეზღუდული ბიუჯეტი. როდესაც ეს ყველაფერი ეფინება ერთმანეთს, იწილდება არქიტექტური და კიდევ უფრო მეტად იწილდება მშვენიერება. არაფერი შემთხვევითი ამ პროცესში, ამ ციკლში არ არის. და როცა ვიკითხები ხოლმე, ხო, ასეთ შეკითხვას როცა უსვამ, რომ აი თუნდაც როცა მეგობარს რაღაცას ურჩევ გააკეთოს, ხო? ან რაღაც პატარა პროექტში მეგობარი გთხოვს, რომ აი დამეხმარე, როგორც არქიტექტორს. ხო, აქ რას იზავდი ჩემ ადგილას, თქვათ, შენი სახლი რომ იყოს, ან შენი აგარაკი რომ იყოს, ან შენი ოფისი რომ იყოს, თქვათ, ოფისის შენობას აშენებდე. ну, ყველაზე დიდი გულისწყეტა, რაზე გექნებოდა, თქო, როცა ვეკითხები, პირველ რიგში ამბობს, ყველაზე დიდი გულისწყეტა გაქვს სად, როდესაც ექსპერიმენტის გასაქანი არ გეძლევა. როდესაც წინასწარ იცი, მზად უნდა იყო ამ ტრაგიკული იმისთვის, მოცემულობისთვის, რომ შენი აი ორი ფრაზაც კი, რომელიც მშვენიერებისკენ არის, ხო? სტიმული გინდა, რომ დაძრა მშვენიერების მიმართულებით და გააღვივო ეს პარამეტრი ამ საუბარში, ხო, იღებ კედელს და ბარიერს. რომ იცი მაპატიე, მაგრამ მოდი აქ ვერ წავალთ. და მიზეზი ძალიან ხშირად არის ეს, არ არის ხოლმე, სხვა შორის არ არის ხოლმეო მიზეზი, ასე მეუბნებიან, ან გემოვნების რაღაც ესეთი პრობლემა, ან რაღაც თქვათ განათლების ნაკლებობა. ეს უფრო მაინც ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხიაო. ანუ დიალოგის ვერ დაძრა არისო მთავარი პრობლემა. იმის გამო, რომ ბიუჯეტი არ გაძლევს ამის გასაქანს. და ჩვენ ვიცით, რომ ვართ ისეთ ქვეყანაში, სადაც აი ეს თემა საკმაოდ დიდი ბარიერებით არის დახონძლული და შესაბამისად როგორც თქვით, იჭრილდება არქიტექტორი, ხო, რომელსაც სჭირდება გასაქანი ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სჭირდება კრეატიული გასაქანი და ისტრესება ამ დროს, ხო, ამ
ამ კედლებით. დასწრესილი გონება კრეატიული ვეღარ არის, ხო, ფიზიოლოგიის დონეზე შეგვიძლია ეს ვთქვათ და შესაბამისად აი მივდივართ აი ამ არასასურველ მოცემულობამდე. რაღაც მანკიერ წრეში ვექცევით, რომელიც ფიქრის დაწყების თითქოს და ხო, აი დოლმენის წმინდა ჩანაფიქრი რო გავიხსენოთ, ხო, თქვათ აი ადამიანი, რომელმაც დადგა რაღაცა, რომელიც არ ვიცით რა არის. ხო, სახლია არა, ის არის, ხო, ობსერვატორია არ ვიცით რა არის, რაღაცა წმინდა ვერც იმას ვამბობ პირდაპირ რაღაც რიტუალური შენობა და ეს არის სწორედ ყველაზე დიდი მაგია იმაში, ხო, ამ საქმეში, რომ არ ვიცით რაღაც ჩანაფიქრი არ გვასვენებს და მაგრამ იყოფნა, მაგრამ აქვს უდაო სულიერი გრავიტაცია. ხო? და აქვს უდაო გაძლევს შეგრძნებას, რომ არ არის სამყარო და ცხოვრება ერთგანზომილებიანი მოვლენა. ეს არ არის რაღაც კუბში ჩასმული ყოველდღიურობა. არამედ აქ არის რაღაცა. ეს არის მარადიული დიალოგი, რაღაც სამყაროსი რაღაც სამყაროსთან, შინაგანისა გარეგანთან, გარეგანისა იმის მიღმურთან კიდე უფრო და ასე შემდეგ. აი ერთი ცალი, ხო, ერთი ცალი ორი ქვა და ზემოდან დადებული ქვა ხსნის რაღაც სამყაროთა იმას, ხო, კასკადებს ქმნის. ასეთი მაგია აქვს ამ ყველაფერს და რაც ოდოა, ხო, ადამიანი თავის პროფესიაში, თავის მოწოდებაში, რომელმაც იცის, რომელიც ხედავს ამ განზომილებებს, ისწავლა ამ განზომილებებთან მუშაობა და რაღაც ესეთი ტექნიკური ტასკების თუ რაღაც ექსელის ცხრილის დონეზე არ ეძლევა გასაქანი. მის ძალიან საინტერესო იყო და აქ ხა ერთი ფრაზა რაღაც სიტყვად შეთანხმება ჩამებეჭდა და თქვენ ახსენეთ კუბში ჩასმული ყოველდღიურობა და აი ადამიანს ესე იგი რომელიც კუბში ჩასმულ ყოველდღიურობაში ცხოვრობს აი როგორ დავუმტკიცოთ ან როგორ მივახვედროთ რამდენად მნიშვნელოვანია მშვენიერი შენობების შენება ან რამდენად მნიშვნელოვანია მშვენიერება ქალაქის იერსახის და არქიტექტურის დონეზე ხო რა ძლიერი ის ხო ახლა ყველაზე ისეთ წამი მომენტს მივადექით მე მგონი პრაქტიკაში მაინც აი ხო როგორ დაარწმუნო ხო ერთადაც მინდა ხო როგორ დაარწმუნო სხვა იცით წავიყვანდი ეს ჩავიბავდი და წავიყვანდი რამდენიმე ქუჩაზე გავატარებდი აი რაღაც პერიპატეტიკას მოუწყობდი არისტოტელურს რომ სეირნობაში დავარწმუნებდი არც ამოვიღებდი ხმას მე მგონი უბრალოდ თხოვდი რომ ეს გამოეხმაურე შენობებს არა მარტო შენობებს სხვა შორის გამოეხმაურე ადამიანს რომელიც ხო ლამაზად გადაადგილდება გამოეხმაურე რაღაც ლამაზ ქუდს რომელიც ვიღაც სახურავს ხო მოშორებით რაღაც ლამაზი ფერის ანუ ცოტა ხნით ერთგვარი მედიტაციური პრაქტიკასავით ხო მთლიანად გადაკონცენტრირდი მშვენიერ იმპულსებზე, მშვენიერ შემოძახილებზე და აკრიფეს და დარწმუნებული ვარ რომ ეს იმოქმედებდა. მომინდა კიდეც ხა ამის რაღაც კოუჩინგის რაღაც პრაქტიკის გაკეთება. აუცილებლად გავაკეთებ ამას. ეს ახლა უცებ მომვარდა. ეხლა უფრო სერიოზულად თუ გვეტყვის ეს ადამიანი რომ კაი რა დროს ეინნობაო ის ამიხსენი რა შეასაქმეო. ვეტყოდი ასეთ რამეს. ისევ ფსიქოლოგიაში წავიყვანდი პირველ რიგში. განწყობას ცვლის. შფოთვის დონეს ცვლის. ინტერიერიც, სადაც ვართ ყოველდღიურად, ექსტერიერებიც, სადაც მოძრაობთ, გადავადგილდებით და რასაც ხედავთ ყოველდღიურად. ცვლის რამდენიმე რამეს ფსიქიკაში. შფოთვის დონეს და დარწმუნებული ვარ არ გვინდა შფოთვარე ცხოვრება, შფოთვით გაძეძგილი ცხოვრებას გვირჩევნია ნაკლები იყოს შფოთვა, ეხლა სუმთლად ნული არ არსებობს უბრალოდ ბუნებაში, მაგრამ და მცირე დოზით ეს anxiety level როგორც იტყვიან შფოთვის რაღაც დონე საჭიროც კია, მაგრამ ალბათ არ გვინდა გადაჭარბებით. მეორე რასაც ძალიან ცვლის ის ზემოქმედებს კრეატიულობას. ლამაზი შენობების საინტერესო ფასადების გარემოცვაში ისე ვიტყოდი მეტყველი ქუჩების და შენობების გარემოცვაში
გონება ხდება უფრო კრეატიული. გონება ხდება უფრო გახსნილი, ხო, პირდაპირ ზემოქმედებს ტვინის იმ ნახევარსფეროზე, რომელიც ხო, აი კრეატიულ ნაკადებს გვაწვდის და ახლა ამაზე რო დაკვეთა სრულიად პიკირებს 21 საუკუნეში ვიცით, ხო, რომ კრეატიული და აი ენერგიულობა კრეატიულობაში რამდენად მნიშვნელოვანია და გაწაფულობა კრეატიულობაში გვეხმარება ჩვენ შენობა ამაში. ჩვენი მეგობარია, თანამდგომია. ისეთი შენობა, როგორც ვსაუბრობ, შვენიერი შენობა არის ჩვენი მეგობარი ამ კუთხით. ჩვენი თუნდაც მენტორი, კოუჩი, კი, წამხალისებელი. მასწავლებელი. კიდევ ერთი აუცილებლად უნდა ვთქვათ, სოციალურ ტვინზე ზემოქმედებს ძალიან პოზიტიურად. შენობები გვასწავლიან ურთიერთობას. შენობები სხვადასხვა გზით, სხვადასხვა სახით ურთიერთობაში გვწაფავენ ჩვენ. ცხადია, აქ ისევ იგულისხმება რა პოზიტიური კონსტრუქციული ურთიერთობა, მოწესრიგებული ურთიერთობა. ამაშიც ძალიან დიდი როლი აქვს გარემოცვას. და იქ, როცა პოდკასტში ვიყავი და მე ჩემს უბანს მადლობა გადაუხადე, ზუსტად მახსოვს რაც თქვი. რომ ახლა ხვდები, მეთქე დავწერე კიდეც Facebook-შიც ესა პოსტიც მაქვს დაწერილი, რომ მადლობა ჩემს აი ამ შენობებს, რომლებმაც გამზარდეს. ეს მერე დავიწყე ამის კითხვა და უკვე ფსიქოლოგიაში ჩავუღრმავდი ამ თემას და აღმოვაჩინე, რომ ეს კვლევების ის არის, მაგრამ ჩემთვის ეს იყო, ხო, რაღაც ესეთი ჭეშმარიტების გაელვებები. მამარდაშვილი როგორც სიტყვისა რა, ამ სულების დროს, რომ მადლობა ამ შენობას. გავჩერებული ვარ და მადლობა გადამიხდია შენობისთვის. რომ ზუსტად ვიცი, რა გააკეთა მან. ახლა უკვე ვიცი. ნუ ადრე ეს იმპლიციტური იყო და რაღაც ხო გაუცნობიერებელი, ახლა ცნობიერში გადმოვიდა. ესე იგი თქვენ შვენიერი შენობების მნიშვნელობა ადამიანის და საზოგადოების ცხოვრებაში ძალიან მკაფიოდ გამოუკვეთეთ და აი ხა მინდა რომ ისევ არქიტექტურასთან დაკავშირებით ერთი წიაღსვლა გავაკეთოთ. აი ამ სფეროში აი არ შეიძლება მე არ მოიხსენიო ასეთი ცნობილი მოაზროვნის როჯერ სკრუტონის შრომები. ხა სკრუტონი მრავალმხრივ ავითარებდა თავის ნაზრებს, მაგრამ საინტერესოა რომ ესთეტიკაში მისი ღვაწლი ძალიან დიდია და მე მოვიძიე რომ სხვათა შორის მას გასულ საუკუნეში თუ ორცდების 70-იანი წლები იყო დისერტაციაც ესთეტიკის სფეროში ქონია დაცული და აი რამდენიმე შრომას გავიხსენებდი მისას. ერთ-ერთ შრომას სახელწოდებით ჰქვია არქიტექტურის ესთეტიკა, ასეთი საინტერესოა, მაგრამ ალბათ ფართო საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი იქნება მისი დოკუმენტური ფილმი, რომელიც BBC-მ გამოუშვა 2009 წელს და სახელწოდება აქვს ამ ფილმს ასეთი სათაური. რატომ არის მშვენიერება მნიშვნელოვანი? და ნუ მე ამაზე დაყრდნობით მცირე წიგნიც არის შესავალი, ასე ვთქვათ, მცირე შესავალი ამ სფეროში და მეც რაღაცეებს თვალი გადავავლე, განსაკუთრებით იმ წიგნმა დამაინტერესა სათაურით, ესე იგი არქიტექტურის ესთეტიკა და ასეთ რამეს წავაწყდი და მეც რაღაცა ძალიან გონებაში გამაჯდა და თქვენც გაგიზიარებთ. სკრუტონს მოყავს ასეთი ბიბლიური ეპიზოდი, რომ ესე იგი მოსემ სინას მთაზე მხოლოდ 10 მცნება კი არ მიიღო ღმერთისგან, არამედ მიიღო წესები, რომლის მიხედვითაც უნდა აიგო ტაძარი ღვთისთვის. და აქ ჩემი აზრით ჩანს ძალიან ღრმად არქიტექტურის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს არქიტექტურა და არქიტექტურული ნაგებობა აჩვენებს იმას, ადამიანს თვითონ სხვა ადამიანი როგორ ესმის, სამყაროს როგორ ხედავს, მთელ მის მსოფლმხედველობას ასახავს და მეორე მხრივ არქიტექტურას პირიქით შეუძლია რომ ადამიანს შეუცვალოს დამოკიდებულება სინამდვილისადმი, სამყაროსადმი გარდაქმნას მისი განწყობა და გახადოს ვთქვათ აი უფრო ბედნიერი, უფრო სავსე და ასე შემდეგ. ეს თქვენ ძალიან კარგად გამოკვეთეთ და ეხლა სკრუტონისკენ რო წავიდე, მის ამ შრომებს და ფილმს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოყვა, თითქოს აი მოდერნიზმის ცალსახად უკუგდებაში ადანაშაულებენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამის ნაზრებს აქვს ძალიან ბევრი სასარგებლო მარცვალი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ის ჩივის და მე ამ ჩივილს გავიზიარებდი, არის თანამედროვე ქალაქების იერსახე. და ასეთი რამ არის აღნიშნული, რომ აი თანამედროვეობაში დღეს თითქოს მშვენიერება გამქრალია და ისევ ცხოვრობთო, რომ თითქოს მშვენიერებას მნიშვნელობა არ ქონდესო. და ამის საპირწონედ ის აცხადებს ასეთ რამეს, მეტად დამოფიქრებულს და საჭიროს, რომ მშვენიერება არ არის სუბიექტური, არამედ ის არის ჩემში და ყველა ადამიანში არსებული უნივერსალური მოთხოვნილება და საჭიროება. და ჩვენ თუ ჩვენ ამ საჭიროებას და მოთხოვნილებას დავივიწყებთ და მასზე უარს ვიტყვით, აღმოჩნდებით რაღაც სულიერ უდაბნოში.
მოდი აი ჩვენც შევეხიდოთ და კი ძლიერი მეტაფორაა ძალიან ძლიერი. ძალიან მიყვარს კრუტონი და ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თავის დროზე ამ ფილმმაც, შემდეგ 1-2 ნაშრომსაც გავეცანი. მეტის მიმდევარი ვიყავი აშკარად მისი რაღაც დროის განმავლობაში და ახლაც არის მისი ნააზრევის და ნათქვამის კვალი ჩემში. გაუდაბნოების თემა, დიახ, ძალიან ზუსტია ის. მე მიყვარს მისი სტილიც, მის სათქმელი როგორ მოაქვს. ის ცდილობს რომ მეტყველებაშიც შეასხას ხორცი საკუთარ შეხედულებებს მშვენიერების შესახებ. ანუ თან პრაქტიკოსი ესთეტია. და დიახ, ისე ვიქმნები ვართ. სხვადასხვა, აი ნახეთ ერთსა და იმავე სივრცეს თითქოს უყურებ სხვადასხვა აივნიდან. და ეს სივრცე მაინც ეს არის რა. ის მას ემუქრება გაუდაბნოება. დიახ, ეს არის სულიერი მდგომარეობა და სრულიად შესაძლებელია. მინახავს ქალაქები, მინახავს ადგილები, უბნები. შორეულ აზიაშიც, აღმოსავლეთ აზიაშიც, ლათინურ ამერიკაშიც ვნახე, აფრიკაში ვნახე. ჩვენთან მინახავს ესე იგი ადგილები, რომლებიც დიახ, რკინის უდაბნოებია. საუკეთესოდ არის ნათქვამი. მე ვიტყოდი რომ და მისი თეზისებიდან ძალიან მიყვარს ის ჩვენ თან გვიხსნის ამ უდაბნოს აღგვიწერს საკმაოდ ოსტატურად. კარგი ძლიერი მოაზროვნეა და კარგი მეტყველი ძალიან. მაგრამ ასევე ცდილობს რომ მოდი ვიტყვი შეგვაშინოს ცოტათი. ნუ პოზიტიურად, ხო იცით, არის პოზიტიური შეშინება არსებობს. ვიცით ეს ჩვენ და აი პოზიტიურად შეგვაშინოს, რომ უпроსტოდ თავისი შიში გაგვიზიაროს. მოდი ესე უფრო გადავთარგმნიდი ახლა ამას. რომ სილამაზის დაკარგვა არის შესაძლებელი, რომ ისტორიაში არის ასეთი არაერთი ეპიზოდი და არა მხოლოდ დროში, სივრცეებიც არის სილამაზე დაკარგული ადგილები გროვდება თან და შემაშინებლად ბევრია უკვე. და ის რაც იწვევს ამას, მგონია რომ სწორი კუთხით, სწორი პრიზმიდან ცდილობს ამის ჩვენებას, მაინც ხო, არა მარტო სკრუტონი, სხვაებიც, რასაც გვეუბნებიან, უკვე დაგროვდა ძალიან ეს შეხედულება, უკვე გახდა რომ სამოხმარებლო დამოკიდებულება ახსენეთ კიდეც თავიდან დასაწყისში, სამოხმარებლო დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, საკუთარი ბიოგრაფიის მიმართ, ზრდისა და განვითარების მიმართ, არა მხოლოდ იმის მიმართ, რაც კარადაში მაქვს ან ფარეხში ხო დგას, არა, საკუთარი ბიოგრაფიის მიმართ სამოხმარებლო დამოკიდებულებამდეც კი შეაღწია ამ მდგომარეობა. არ მინდა თან რომ რაღაცა ესეთი გადაჭარბებული კრიტიკანობა გამოგვივიდეს. მე ძალიან მომწონს ბაუჰაუსის მიმდინარეობაში, ამინ ხო, ინტერნაციონალური რასაც დაერქვა მე მთელი ეს პაკეტი მიმდინარეობების ძალიან საინტერესო შედევრებია. ასეთიც მინახავს. ამ ჟანრის შენობებთანაც მისაუბრია და გამოუწვევი ვარ და გაუშეშები ვარ. თად ესეც არ გამოგვივიდეს, რომ ხელახებით რაღაც ისისა, ხო, მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან სწორ რამეზე ვსაუბრობთ, რა იმ ტენდენციაზე ვსაუბრობთ, რომელიც არის თვალსაჩინო და სკრუტონისეულად რო შევხედოთ კიდევ ერთხელ, საკმაოდ შემაშინებელიც უკვე. აი თქვენის ბოლოში კარგად დასვით ეს აქცენტი. მე ასე ვიტყოდი, რომ როდესაც რაღაცის დავიწყება ხდება ან გაქრობა, ან თუნდაც ხელახებით უარყოფა, ასეთ დროს ყოველთვის აღიძვრება ხოლმე კონტრრეაქცია იმ რაღაცის უკან დაბრუნებისკენ და შემოერთებისკენ. და ჩვენ ამ შემთხვევაში მშვენიერებასთან დაკავშირებით ამას ვცდილობთ. სწორედ მისი მოდი თქვათ ესე, უნდა ვცადოთ. ხო. ჩვენ მე მაქვს თხოვნა პირდაპირ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ხელეწიფება, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ვინც ბევრს ფიქრობს ამ სფეროში რაღაცების შეცვლის შესახებ, რაღაცების გაუმჯობესების, რაღაც
ახალი ნაკადების, ახალი კარის გახსნის შესახებ, ხო? უამრავი ადამიანი აბარებს ამ ხო არქიტექტურაზე, ან მომიჯნავე მონათესავე დარგებზე და ძალიან კარგია, რომ პოპულარულია, რა ვიცი, პიკირებს ლამის, ხო, ეს დარგი სტუდენტების რაოდენობის მიხედვით და უამრავი ახალგაზრდა შედის ამ სფეროში. თაობების თემაც ის არის გასარკვევია. იცით ჩვენ არ ვეხებით ხელოვნების ისეთ დარგებს, სადაც ნაკლებად სენსიტიურია საქმიანობა ეთიკური თვალსაზრისით. ამოდი ეთიკასაც იქნება ორი სიტყვით დაუკავშიროთ. ეს არის მორალთან დაკავშირებული მოღვაწეობა. ძალიან გამსჭვალულია ეს მოღვაწეობა მორალური იმით, ხო, ეს არის საცხოვრებლის და თანაც ეს არის ესეთი რამე, რასაც იცი არ გამომევიდა, ვთქვათ, ცხადი არაფერს ვეხებ ფერწერას, იმიტომ რომ მე თვითონ მხატვრობა მინდოდა და ძალიან მიყვარს ეს ხატვა როგორც ასეთი, მაგრამ იცით, ტილო თუ არ გამოვიდა, შეიძლება უბრალოდ ჩემთან დარჩეს ეს თემა და ნუ არ გამოვიდა, ან არ გაიყიდა, ან ხო უბრალოდ გადავდო ეს ტილო, ან გადავახატო ზედ რამე. თუ ზედმეტად ბრუტალურად არ ვსაუბრობ ახლა, მაგრამ შენობა არ არის ასეთი რამ, შენობა გაცილებით სენსიტიური მოვლენაა, მათ შორის მორალური თვალსაზრისით. ხო, იმიტომ რომ ეს არის დიდი, ხანგრძლივი საზოგადოებრივი მოვლენა. ეს არის ხანგრძლივი საზოგადოებრივი მოვლენა და ამიტომ ძალიან სენსიტიური. შესაბამისად, აი იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ამ სფეროში, აი ამ ხელაპასუხისმგებლობაში აქვთ, ხო? ხელი, გული, გონება ჩადებული, სული ჩადებული, რომ ეს მხარე, რაც არის შენობის სული, ხო, ესე იგი ქუჩის სული, რაც არის, რომელიც არსებობს, ამას ვერაფერს ვერ ვუზამთ. ჩვენ როგორც არ უნდა გამოვშიგნოთ ამ, ხო, ესე იგი სულიერი მხარეებისგან და განზომილებებისგან, თუნდაც აგურის, ქვის თუ რკინის თუ რა ვიცი, რა ინგრედიენტითაც არ უნდა იყოს აგებული კონსტრუქცია და ფასადი, ჩვენ ვერ წავართმევთ მას სრულად, ვერც მორალურ მხარეს, ვერც ესთეტიკურ მხარეს, ვერც მშვენიერების საზომებს, ხო, ან ისევ ვამბობ, იმ ხალის, რომელიც სინამდვილეში შეუძლია შექმნას. და ამიტომ აი ერთი ესეთი თხოვნა, რომ მათ შორის აი ხელისუფლებიდან ვინც თქვათ, ხო, ამ საქმეშია ჩართული, მათ შორის ბიზნესი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს და მთელ მსოფლიოში, ხო, როგორი მზარდი და მე მგონი, რა ვიცი, ლამის პირველ ადგილზეა გამოცხადებული ინვესტირების თვალსაზრისით ყველაზე სარფიან საქმედ დეველოპმენტია რა, ესე იგი უამრავი ადამიანია ამით დაკავებული და მგონია რომ ეს რეფლექსია, ხო, ეს მეტარეფლექსია ამ თემაზე მინიმუმ დასაწყები, გასაგრძელებელი, გასაღრმავებელია, ცოტა უფრო მეტი ფანჯრიდან არის დასანახი რა არის ეს პროცესი, ხო, როცა ახალი უბნის შენება მიმდინარეობს, როგორი გვინდა ის ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის, როგორი გვინდა ის თავად ჩვენთვისვე, ვინც უნდა ვიცხოვროთ აქ, ვინც უნდა, ხო, ურთიერთობაში ვიყოთ. ისევ იმას გავიმეორებ, გვინდა ისეთი, საიდანაც სწრაფად გავარდნა და მე მოსვლისთანავე მალე დაძინება მირჩევნია თუ პირიქით რა. კი, ხა თქვენს იმას შევეხმიანები ერთი ფრაზით, რომ აი არქიტექტურა, ნამდვილი არქიტექტურა არის მაშინ, როდესაც თავშესაფარი გარდაიქმნება საცხოვრებლად, ასე ვთქვათ. და როდესაც თვითონ დედამიწა ან ჩვენი სამყარო, ხო, რომელშიც ვცხოვრობთ, უბრალო საცხოვრებელი გარემოდან იქცევა რაღაცნაირ მდგრად, სტაბილურ საცხოვრებელ ადგილად, სადაც შეგიძლია შენ ფეხი მოიკიდო და ფესვი გაიდგა და არ გაიქცე. რაღაც გონი ასე. დიახ, ფესვებთანაც მივდივართ, რა თქმა უნდა. მშვენიერებას ეგ სიღრმეც აქვს. სიღრმე, რა თქმა უნდა. კი, ზუსტად. ერთი მხრივ ფესვის მიერი სიღრმე, მეორე მხრივ განტოტვა, და გაშლა სამყაროში. კი. რა ვარსკვლავებამდე ატყორცნა და შესაძლებელია, მე მომისმენია, მინახავს, სრულიად შესაძლებელია ამ ყველაფრის კეთება, ალბათ რაღაც პრიზმის და პერსპექტივის
ზოგჯერ ხო შეცვლა ახალი კუთხით დანახვა ამ პროცესების თუნდაც გახშირებით დაწყება. და ეს დიალოგიც აი მგონია რომ ასეთი საუბრები პროფესიონალებთან, ნახევრად პროფესიონალებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ყველანი ცხოვრობთ, სუნდქავთ, ხო? და შენობაში ცხოვრობთ. როგორც სუნთქვაზე იშვიათად ფიქრობთ, რა შვენიერია თუ არა ჩემი სუნთქვა, ახლა ამაზე არ ფიქრობთ როგორც წესია რა, იმდენი საფიქრალი გვაქვს. ეს რაღაც ისეთია რა, ავტომატიზებული იმპლიციტური პროცესია, რომელიც ნუ აი თითქოს თავისით მიმდინარეობს. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვაკვირდებით კომუნიკაციას, ხო? მგონია რომ კარგია ყოველთვის კომუნიკაცია. არ ვაკვირდებით, ალბათ იშვიათად ვაკვირდებით, იშვიათად მიჩვეულნი ვართ იმ გარემოს და თითქოს აი ამ ბევრ საზრუნავში ითქვიფება, იკარგება ეს თემა. ამიტომ თხოვ ისევ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ამაზე რეფლექსია, რომლებსაც ესმით ამის მნიშვნელობა, რომ უფრო ხშირად მიუბრუნდნენ. კი, ბატონო ბატო, ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და მე თანდათან ნელ-ნელა ახლოვდება ალბათ ჩვენი ფინალი და მანამდე კიდევ რამდენიმე კითხვა დამრჩა. აი, ერთ-ერთი მათგანი თქვენს ძალიან ზუსტად ახსენეთ და ეს ასე ვთქვათ, დააფიქსირეთ. და აი ხელოვნებასთან და არქიტექტურასთან დაკავშირებით, აი მეც დავაკონკრეტებ. ამასინათ უსმენდი ერთ არქიტექტორს და ძალიან საინტერესო ფორმულებს ახმიანებდა და თქვა ასეთი რამ, რომ არქიტექტურა, რომელიც მოკლებულია ესთეტიკას, ის არის უბრალოდ ინჟინერია. არქიტექტურა, რომელსაც აკლია ფილოსოფია, ისიც მხოლოდ ინჟინერია. და შემდეგ ბოლოს ჟღერდა ასეთი მოთხოვნა, რომ აი თანამედროვეობას და თანამედროვე არქიტექტურას დაუბრუნოთ ესთეტიკა, დაუბრუნოთ სულიერება და დაუბრუნოთ ბმა ადამიანს, რომ უფრო ადამიანური გახდეს ეს ყველაფერი, რომ ადამიანზე ორიენტირებული თითქოს და მეც ასევე ამ ფრაზას ავდგები და ჩემ კითხვას მივავალ. აი არქიტექტორი თავს ხელოვნებად მოიაზრებს, ხო, მაგრამ აი მაინც რა განსხვავება არქიტექტორსა და დანარჩენ ხელოვანებს შორის? აი თქვენც ახსენეთ და ჩემი მხრივ ვიტყოდი ხა, როდესაც ვთქვათ მხატვარი შექმნის რაიმე ნაწარმოებს, ის საგამოფენო სივრცეშია გამოფენილი, განთავსებული და მე ადამიანს მაქვს უფლება ან მივალ და მოვინახულებ ამ ნამუშევარს, ან არ მოვინახულებ, მაგრამ არქიტექტურის შემთხვევაში თქვენი სიტყვების არ იყოს პასუხისმგებლობა იზრდება, იმიტომ რომ მე დავდივარ ქუჩაში, ეს შენობები მე გარს მარტყამს და მინდა თუ არ მინდა აღმბეჭდავს მე ეს შენობები. ახლა კიდევ უფრო მეტად რაღაც ემპათია გამიმწვავდა ამ შეკითხვის გამო ჩემი მეგობრის და ჩემი შვილის მიმართ. დღეს და შევეხმიან ორივე. ესე იგი, უფრო მწვავე მორალური პასუხისმგებლობა. ცხადი ახლა საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მორალი და სინდისი და პასუხისმგებლობა. უფრო მწვავე სინდისი, პროფესიული, ხო, იმიტომ რომ მომთხოვნია ეს სფერო, თქვით პრინციპში უკვე ვისაუბრეთ ამაზე, გიდასტურებთ რასაც თქვენ თქვით ახლა ინჟინერიაზე, უფილოსოფიო, ულოგოსო, ხო თუ გნებავთ მშენებლობაზე, თუ დაპროექტებაზე. ერთი გაზრდილი პასუხი, აი ამოვიხრე, ემპათიური ამოუხრა და მემართა. და მეორე ძალიან სერიოზული რომ მეორე ძალიან სერიოზული შეზღუდვები. მეტი შეზღუდვა. დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, დამკვეთის მოდი ვიტყვი კაპრიზებზე, გემოვნებაზე, შეხედულებებზე, ზოგჯერ ძალიან საინტერესო მოსაზრებებზე. არა უფრო ხშირად კაპრიზებზე, რატომაც ასე მგონია ეს ისე ჩემთვის მხოლოდ სავარაუდო რა ჰიპოთეტური ის არის გამონათქვამი. არა კაპრიზებიც ბევრია, ცხადია, შეუძლებელი არ იყოს. რამე თუ შენობა ხო არის გავიხსენოთ, შენობა არ არის მხოლოდ საცხოვრებელი, შენობა არის მაგალითად რა, შენობა არის იდეის ძლიერი იდეის, ძლიერი ჩანაფიქრის, იდეოლოგიზება არ მინდა ზედმეტად ამის, თუმცა ამის ჩათვლით რა თქმა უნდა. საზრისის. ხო, არსებობს იდეოლოგიური შენობები ცნობილი. საზრისის მანიფესტაცია.
თუ გნებავთ შენობა არის სოციალური სტატუსისა და ძალაუფლების სიმბოლო და ანუ ბევრი საზრისი აქვს შენობას, მრავალსაზრისული მოვლენაა და ისევ რაღაც პასუხისმგებლობას უბრუნდები ახლა და დამკვეთით შესაბამისად ნახეთ, ესე იგი 7-8 სხვადასხვა მოტივი შეიძლება გქონდეს, ესეთ უფრო სიღრმისეულ მოტივებზე თუ ეხლა დეტალებზე და იქ რაღაც დეკორზე რო არ ვილაპარაკოთ. აი სიღრმისეულ მოტივებზე, აკორდულ მოტივებზე, ბირთვულ მოტივებზე თუ ვილაპარაკებთ და იქ ამის მიღება, ამის გადახარშვა, ამის პროექტში გადმოტანა, ამის მერე თარგმნა დამკვეთისთვის, ან დამკვეთთა კიდე ცალკე სტეიქჰოლდერთა მთელი დიდი შეიძლება იყოს, ხო? ჯგუფები ამ თემასთან დაკავშირებული გააჩნია პროექტის მასშტაბს და ხო, იმას დიაპაზონს. შეზღუდვა, ბიუჯეტური შეზღუდვები. ბიუჯეტი ძალიან ძვირი ჯდება, ხო ვიცით არა? პატარა შენობაც კი ძალიან ძვირი ჯდება. მით უმეტეს თუ დამკვეთს ხო, რაც სესხით აპირებს მის რეალიზებას. ტრაგიკული საქმიანობაა და მინდა გავამხნევო ძალიან არქიტექტორები, მართლა უსურვო და უსურვო რა ეს მშვენიერების მაინც გატანა იქ სადაც მისი არსებობა არის მნიშვნელოვანზე მეტი. მოლოდინები მათ მიმართ, საზოგადოებრივი მოლოდინი არქიტექტურის მიმართ. არქიტექტური ისტორიულად ასეა. არქიტექტურისგან ელიან ბევრს, დიდს, ხო, განსაკუთრებულს. ჩვენ ვიცით რომ ისევ იქ მედივართ არქიტექტურის ნამუშევარი დროში ძალიან ხანგრძლივია. ჩვენ თაობებს ვიცვლით რა 10 ცხოვრება, 100 ცხოვრება შეიძლება, 100 თაობა შეიძლება გამოიცვალოს და მან უნდა შეინარჩუნოს რაღაც იდეადე, რაღაც იგივე საზრისი, ხო, მშვენიერება. ხო, ეს ყველაფერი. გამისამაგ და პატივისცემა არქიტექტურას. აი ხა მე უკვე ფინალურ აკორდს გავაკეთებდი, ასეთ რამეს ვიტყოდი, თქვენ ლაპარაკობდით რაღაც არქიტექტურის გამოწვევებზე და მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ადამიანებში თვითონ თუ შეიცვლება მოთხოვნა, ან თუ მოთხოვნები განსხვავებულად გადანაწილდება, უფრო დავაკონკრეტებდი ამას. ადამიანი თუ იგრძნობს იმას, რომ მასში არსებობს ძირეული მოთხოვნილება მშვენიერებისა და ამას აქტიურად მოითხოვს, ეს ხადია მე გავლენას მოახდენს თვითონ არქიტექტურის მიდგომაზეც და იგივე იმ დეველოპმენტზე, რასაც ვლაპარაკობთ, ხო? სამაგარი, ეხლა წავედით ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ თემაში, ეს არის ლიდერობა და გუნდის მართვა. მე აქ ამ სივრცეში არაერთხელ ამ თემებითაც მოსულ ვარ და ძალიან საინტერესო დისკუსიები გამიმართავს აუდიტორიასთან. ლიდერობასთან მივდივართ ახლა. ყველა სფეროში არიან ლიდერები. ლიდერობა არის რა არის ლიდერობა? ლიდერობა არის აი ერთ-ერთი ბოლო კურსს გავდივარ ახლა, ერთ-ერთი ბოლო პერიოდის ჰარვარდის ძალიან ძლიერი კურსია და იქ კიდევ ერთი ახალი განმარტება ჩავიჭირე ლიდერობის, რომელმაც ძალიან არათუ დამაინტერესა, აი პრაქტიკაში გადატანაზეც სწრაფად დამაწყებინა მუშაობა. არის ეგრეთ წოდებული ტექნიკური დავალებები. და ეს არის ის დავალებები, რომელთა ალგორითმებიც ვიცით. ნუ 1000-ჯერ გამოგვიცდია, ასეც გაგვიკეთებია, ისეც გაგვიკეთებია, მწვანე ვერსიაც ვიცით და ყვითელიც. და რეალურად მენეჯმენტია აქ ლიდერობა არც არის საჭირო. აქ უბრალოდ რაღაც ხელების დაკაპიცება, სწრაფად საქმეების განაწილება, ზოგის დელეგირება, ხო, ზოგის და ასე შემდეგ და მე რაღაც მონიტორინგი კლასიკურად მიდის ესე ტექნიკური დავალებებს. რა თქმა უნდა არქიტექტურაში და მშენებლობაში არის ასეთი პროექტები, რომლებიც არ ითხოვს შენგან ლიდერობას. როდის ჩდება ლიდერობის საჭიროება? ლიდერობის საჭიროება ჩდება მაშინ, როდესაც დავალება მოიცავს, ანუ გამოწვევა, ან საქმე, პროექტი მოიცავს უცნობ, უცხო, უჩვეულო, მოდი ესე ვიტყვი რაღაცნაირ ელემენტებს, რომლებსაც ადაპტურ გამოწვევებს უწოდებთ ხოლმე. ეს ევოლუციურად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ადამიანს ავითარებს ადაპტური გამოწვევა. ბავშვი დაბადებიდან, კი არა ჩასახვიდან ლამის, ადამიანს ავითარებს ადაპტური გამოწვევები. ზრდისა და განვითარების პროცესი, მათ შორის
პროგრესი იქნება ეს თუ კრეატიული გარღვევები თუ გამოგონებები თუ რა ვიცი, აი რაც უნდა ავიღოთ. ადამიანის მოუსვენრობა ადაპტურ გამოწვევებთან მიმართებით არის საფუძველი და წყარო ბევრი ახალი ნაკადისა. კულტურის, ცივილიზაციის განვითარების და ასე შემდეგ და ლიდერობა აქ არის საჭირო. აქ მენეჯმენტი არ ყოფნის, მარტივად რომ ვთქვათ. აქ არიცი რა ქნა. აქ არიცი რა ქნა. და აქ ლიდერები ამბობენ ხოლმე, აი ლიდერულად ვინც მიადგება, აი გამოცდილი მენეჯერები აქ იბნევიან როგორც წესი. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ადამიანი მენეჯერია მხოლოდ თუ მასში ლიდერიც არის. და ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ამას არ ვიცით აქ რა ვქნათ. მენეჯერი ამას ვერ ამბობს როგორც წესი და ცდილობს რომ როგორმე ტექნიკური დავალების დონეზე დაიყვანოს ის რაც ვერ დაიყვანება ტექნიკურ დავალებამდე. ხო? თუნდაც იმისთვის რომ სახე არ დაკარგოს და სხვების წინაშე არ გამოჩნდეს უვიცად არ ცოდნეთ სუსტად. და ლიდერი არის ადამიანი რომელსაც ასეთ სისუსტე არ აფრთხობს, იმიტომ რომ ეს არ არის სისუსტე, სინამდვილეში ყველაზე დიდი ძალა აქ იბადება ასეთ მომენტში რომ სამუბრო მეგობრებო არ ვიცით. ეს ახალია. ასეთი შენობა ახალია ჩვენ ეს ხო? ესე იგი მუდმივად რეპლიკაციებით და დაუნლოდებით კი არა ვართ დაკავებული. წამონახოთ თქვათ იქ ხო, რაღაც ვარშავაში ახალი ააშენეს და რაღაც მოგვეწონა წამოვიღოთ ან იქ რაღაც როტერდამში დავინახეთ რაღაცა და ის ან სხვაგან ან დუბაიში და ასე შემდეგ. არამედ ჩვენ გავდივართ რაღაც ისეთ ახალ საინტერესო მნიშვნელოვან ზონაში, სადაც ზუსტად არ ვიცით რა იქნება, იმიტომ რომ არაპროგნოზირებადია როგორც მთელი თანამედროვეობა და მაგრამ იქ შებიჯებას აქვს აზრი. და მგონია რომ აი არქიტექტორი ყველა დარგში არიან ადამიანები, რომლებიც ხო არიან უფრო აქეთ და არიან აქეთ. ცხადია ნაკლებია აქეთ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ამგვარად უყურებენ თუნდაც ახალი უბნის დაპროექტებას, შენობის ფასადის ახლებურად გააზრებას, ხო, რეფლექსიას, კრეატიულ ხო და ასე შემდეგ მგონია რომ ამ ადამიანების რადგანაც მშვენიერების რეგენერირების თემაზე ვსაუბრობთ, ხო? რაღაც ხელახლა დაბადება არც არის ეს, კიდე რაღაც სხვა არის რა, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ ახლა. და ამიტომ ლიდერობა სხვაგვარი უნდა. და ვარ ძალიან დარწმუნებული ვიცნობ უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ეს შინაგანი მზაობა და ოფსილა და ეს რაღაც მიმართება და შემართება. ძალიან მაგარი იყო ის პრაქტიკული მიმართულებაც და თქვენი მოღვაწეობის ერთი სფეროდან ამოდიოდით, აი ლიდერობა და გუნდის მართვა და მე თქვენი მოღვაწეობის მორიგ სფეროს მივადგები ბოლოს, ესე განათლების სფერო. და ასეთ კითხვას დავსვამ. ისევ პრაქტიკული განხრით. აი ესთეტიკური აღქმა როგორც განათლების ნაწილი. როგორ შეიძლება ისწავლებოდეს სილამაზის აღქმა. მე აი ადამიანი სხვანაირად ხედავდეს თავის გარემოს, ქალაქს, შენობებს და აცნობიერებდეს ნიშნულობას. გადასარევი შეკითხვა. რომელსაც საკმარისი დრო სამწუხაროდ ჯერ ვერ დაუთმე და ეხლა მე მივიღებ ამ შეკითხვას როგორ არის call for action, ხო? კემბელისეულა. ესე იგი რაღაც მოწოდება მოქმედებისკენ, ხო? კი, ბატონო. მადლობა დიდი ამ შეკითხვისთვის. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა და სანუკვარი თემა. ერთია რა თქმა უნდა სილამაზე, თუ საჭიროა მისი გადარჩენა, თუ საჭიროა მისი გაღვივება, თუ საჭიროა მისი რაღაც ხო გამრავალფეროვნება და ასე შემდეგ, ან გააზრება. მეორეა მისი რეალიზება აღზრდის და განვითარების პროცესში. პიროვნული განვითარების, ან პიროვნების შემდგარობაში წვლილი როგორ შეიტანოს მშვენიერებამ და ესთეტიკამ. ეს არის დიდი თემა, თან ჩვენი დიდი კოლეგები საუკუნის დასაწყისში სერიოზულად დაიწყო, ხო, ამ თემაზე ლაპარაკი, კენ რობინსონი და ასე შემდეგ, რომ გავიხსენოთ ახლა, რომ მეგობრებო დააბრუნეთ სკოლებში სილამაზე, მშვენიერება, ესთეტიკა, არტი, ხო, თავისი ისეთი რა, ნამდვილი და მიუდექით ამას სერიოზულად. ძვირფასო აღზრდებო, სკოლის დირექტორებო, მიუდექით ამას სერიოზულად. კურიკულუმების შემდგენელნო,
სერიოზულად შეხედეთ ამ ამბავს. და დაიწყო კიდეც ბევრ სკოლაში არა მხოლოდ საქართველოში მინახავს გაძლიერებული თქვათ ხელოვნება ან გაძლიერებულად ამისწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის თქვათ მიმართულებაში ჩადგმული მათემატიკაში შეიძლება არაჩვეულებრივად ამის რეალიზება. მოდი მე არ ვიჩქარებ დღეს რომ ესეთი რაღაც კაფეო პასუხი გაგცეთ და ცხადი ამაზე, იმიტომ რომ თავად მინდა რომ ეს ცხადე შევქმნა და ოღონდ ვიღებ ამას როგორც ჰარვარდიდან გვითხრეს ადაპტურ გამოწვევად. მე პირობას გაძლევთ რომ აი აზროვნების აკადემიის სკოლაში გაღვივდება ეს თემა სერიოზულად ხვალიდანვე. იმიტომ რომ კურიკულუმის დონეზე, სკოლის პროგრამების დონეზე, ისე როგორც არქიტექტურებს ვთხოვეთ, ახლა უკვე ჩვენკენ წამოვიღოთ ეს თემა და მშვენიერება, ესთეტიკა, ხო, ის ხელოვნება, რომელიც უფრო მშვენიერების მატარებელია და გამავრცელებელი, როგორ გავაგრძელოთ თან არა მხოლოდ ერთ ან ორ საგანში. თან დღეს ხო ინტეგრირებული კურიკულუმის დროში შევაბიჯეთ და აი როგორ გავხადოთ ის მართლაც და გამჭოლი კომპეტენცია. არ დაგვაუწყდეს რომ კურიკულუმის გნებავთ სასკოლო ბაღიდან დაწყებული. თუ გნებავთ სასკოლო დონეზე მშვენიერების თემა პირდაპირ უკავშირდება არა მხოლოდ კრეატიულობის განვითარებას, ხო, შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარებას, არა მხოლოდ სახელოვნებო მიმართულებით ადამიანთა, ხო, განვითარებას, არამედ აღქმას ზოგადად და ასე შემდეგ, არამედ სოციალური განზომილება აქვს ძალიან ძლიერი. ჩვენთანაც კი, ხო, არის კუთხეები, სადაც კარგ ქცევას, ლამაზ ქცევას არქმევენ. ხო, ესე იგი, ნახეთ, ანუ ზნეობრივად გამართულ მოქმედებას ლამაზად მოქცევას არქმევენ. და არ არის ეს უბრალო თემა. უბრალო თემა არ არის. ამიტომ თუ სწორად რეალიზებული მშვენიერება სოციალური წებოა ამავდროულად. ჩვენ როგორც თქვით, ურთიერთობას გვასწავლის სილამაზე. მათ შორის ისე ვამბობ, მაგალითად ექსკურსიაზე თუ მივდივართ, მოდი გამოვყოთ დრო, ერთ-ერთი პრაქტიკული იდეა მოვიდა. გამოვყოთ დრო და დაველაპარაკოთ შენობებს. ეს არის სოციალური შეჭიდულობის რესურსი იმავდროულად. სოციალური კაპიტალის ნაწილია და გამაძლიერებელი. წებო, ცემენტი, თუ გნებავთ. და ჩვენ გვჭირდება საქართველოში მათ შორის, არა მარტო საქართველოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით დღეს სოციალური შეჭიდულობა, რომელიც დეფიციტისკენ მიექანება სამწუხაროდ, ჩვენ გვჭირდება ყველა რესურსის გააქტიურება. მათ შორის მშვენიერების ბასთან ზიარების. ბატონო ბადა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, თქვენი ამ საინტერესო განაზრებებისთვის, იმიტომ რომ ბევრი განაზრება იყო რაღაცნაირი ცინცხალი, ახალი და მე ვფიქრობ, რომ აი დიდი იმპულსების შემცველი და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. და აი ამით წარმატებით. ვირიქით. ამით ჩვენი ეს გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ დღეს საუბრობდით სილამაზეზე, ჩვენ ცხოვრებაში სილამაზის საჭიროებაზე, არქიტექტურის ესთეტიკაზე და ასევე არქიტექტურაში სილამაზის ჩვენი აი ამ ყველაზე ძირეული მოთხოვნილების დაბრუნების საჭიროებაზე და ბოლოს პრაქტიკული მოქმედებისკენ გეზიც ავიღეთ, როგორც გამოჩნდა სწავლების სფეროში და მე ჩემს მსმენელსა და მაყურებელს შემდეგ შეხვედრამდე ვემშვიდობები.